უკვე სრულიად ახალი ხელოვნური შარდის ბუსტის შექმნა არის შესაძლებელი რობოტულად და დადასტურებული ინფორმაციით ეს არის ხელმისაწვდომი კავკასიაში მხოლოდ ჩვენთან. საქართველოში ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში. ინტერნეტში მოიპოვება და იდეაში მეც მახსოვს ჩემი პირადი და სხვა ურთიერთობებიდანაც გამომდინარე პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის ინტერვიუები. აღწერილობა, პრეზენტაციები ამ თემაზე, სადაც საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი წლების წინ 6-12 წლის წინ თამამად და ღიად საუბრობდა პერსპექტივაზე, რომელიც დღეს უკვე რეალობაა. და რეალობაა სწორედ მხოლოდ გურამ ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში. კადრები, რომელსაც ახლა თქვენ ადევნებთ თვალყურს, 6-7 წლის წინანდელია და ინტერვიუები და პრეზენტაციები ამ თემაზე კიდევ უფრო ძველი, როგორც გითხარით, 10-12 წლის წინანდელი. კარგი. ყველაფერი დანარჩენისთვის სტუდიაში ყავს ამ თემის მთავარი გმირი. კვირადღე ალბათ არის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი კვირეულში, რომ მის სამუშაო გრაფიკში ნახო დრო. ხოდა მივესალმები BMG სტუდიაში პროფესორ გურამ ქარაზანაშვილს. მადლობა მობრძანებისთვის. გამარჯობა, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, როგორც ყოველთვის. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. არ მინდა გადაჭარბების გარეშე შევაფასო პროფესიონალის და თანაავტორის გარეშე თემა. რას ნიშნავს საბოლოო ჯამში, ბატონ გურამ, ახალი შარდის ბუშტის შექმნა რობოტით, რომელიც დადასტურებულია, ჩვენ ეს ვნახეთ, მათ შორის ჩვენი ბიუროები ჩაერთო ერევანშიც და ბაქოშიც, რომ ხელმისაწვდომია მხოლოდ თბილისში და ისიც თქვენს ცენტრში. გისმენთ ყურადღებით. ხელოვნური შარდის ბუშტის თემა მოდის ძირითადში ონკოლოგიური საჭიროებებიდან. ონკოლოგიური შარდის ბუშტის სიმსივნე ერთ-ერთი ყველაზე ავთვისებიანი სიმსივნე შარდის ბუშტის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული დაავადებაა. ამიტომ მის გავრცელებული ხო ბატონ გურამ? გავრცელებული არის საკმაოდ, განპირობებული არის ბევრი სხვა ფაქტორები, სხვათა შორის ერთ-ერთი თამბაქო. თამბაქო სერიოზული მიზეზი არის შარდის ბუშტის კიბოსი. და შარდის ბუშტის კიბოს თავარ კურნალობად, როდესაც ის უკვე საკმაოდ ღრმად არის ჩაზრდილი, ერთადერთ საშუალებად რჩება შარდის ბუშტის ლიკვიდაცია. ანუ როდესაც სიმსივნე შარდის ბუშტის კიბო არ არის აღმოჩენილი ძალიან საწყის ეტაპებზე და ის უკვე ასე ვთქვათ ჩაზრდილი არის შარდის ბუშტის სისქეში, კუნთში, ამ შემთხვევაში დგება არც სხიური თერაპია არის შედეგიანი, მედიკამენტოზური თერაპია გამოიყენება, მაგრამ ეს არის თანხლები მკურნალობა. ძირითადი აზრი არის შარდის ბუშტის სრული ლიკვიდაცია. ძირითადი ამიტომ შარდის ბუშტის ეს დაავადება, შარდის ბუშტის კიბოსი დღეისათვის რჩება შორს ასე ვთქვათ ინვაზიური შარდის ბუშტის კიბოს კურნალობა, რადგანაც ქირურგიულია, რადგან ლიკვიდაცია ხდება, იქ თავისთავად დგება ცხოვრების ხარისხის საქმე. რომ დავუშვათ, აღარ არის შარდის ბუშტი, სადღაც უნდა წავიდეს ეს შარდი, გამოიყენებენ ხოლმე რაღაც გარედან კონტეინერებს და ასე შემდგომ, მაგრამ ეს ცხოვრების ხარისხი რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად აუარესებს. ამიტომ ხელოვნური შარდის ბუშტის ახალი შარდის ბუშტის შექმნა დღეისათვის სტანდარტი არის მაინც საკუთარი ქსოვილებიდან, ნაწლავიდან, რასაც და ასეც დგება, ხო ბატონ გურამ? როგორ იქნება ეს ხელოვნური შარდის ბუშტი? საჭირო არის ნაწლავის სეგმენტი კონკრეტული, ისე უნდა იქნეს ამოკვეთილი ეს ნაწლავის სეგმენტი, რომ მას შეუნარჩუნდეს სისხლის მომარაგება. მერე და ამ სეგმენტისგან, ასე ვთქვათ, უნდა მოხდეს სფერული ფორმის შარდის ბუშტის ფორმირება. და ეს დღეისათვის, ანუ დიდი ნაწილში ღია ქირურგიით კეთდებოდა. აქამდე. მათ შორის საქართველოშიც. მაგრამ რობოტული ქირურგიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა აი ამ ოპერაციის გართულებების ლიკვიდაციაში და შემცირებაში. რატომ ითვლება ეს ოპერაცია და რობოტულად შარდის ბუშტის შექმნა? ამას აღიარებული საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალები წერენ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული ონკოლოგიურ უროლოგიაში. რატომ არის ის ესე დეფინირებული? ფაქტიურად ეს ერთი ოპერაცია 9 ოპერაციას მოიცავს, ძალიან ხანგრძლივი ოპერაცია და რთული არის მისი შესრულება
ორგანიზმის შიგნით ისე რომ გაკვეთა არ მოხდეს ადამიანის ჭრილობა რო არ იყოს, ესე იგი დიდი მოცულობის სამუშაო მრავალსაათიანი ოპერაციაა და შესაბამისად ამიტომ არის ის ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელი, ტექნიკურად რთულად შესასრულებელია. სხვათა შორის მინდოდა მეთქვა რომ არის შარდიზბურსტის კიბოს კონსორციუმი, არის ასევე რობოტული ქირურგიების ასოციაცია, რომელსაც შესწავლილი აქვს მთელ მსოფლიოში, არის დაახლოებით 300-მდე პროფესიონალი, რომელიც ახორციელებს ამ ოპერაციას მთელ მსოფლიოში და არის დაახლოებით 100 ცენტრი მთელ მსოფლიოში, რომელიც ახორციელებს ამ ქირურგიულ ჩარევას. მთელი მსოფლიოსთვის 100 ცენტრი ნამდვილად ბევრი არ არის ახლა. და ამიტომ და ეს ცენტრები არის ჩვეულებრივი რეფერალური ცენტრები არის, სადაც უფრო მაღალი მოცულობა არის ამ რთული ქირურგიული ჩარევების. თქვენ გაიხსენეთ იდეაში უახლესი წარსული ამ ტიპის ოპერაციებთან დაკავშირებით, რომელიც ღია წესით ტარდებოდა. თქო, შეიძლება თუ არა ითქვას ის უპირატესობები, რაც რობოტულ ჩარევას და ქირურგიას აქვს, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ასისტენტებთან და თქვენს კლინიკასთან კავშირის დროს, როცა ამ ინტერვიუს ვათანხმებდით, ერთ-ერთი ოპერაცია თუ არ ვცდები დაახლოებით 10 საათი გრძელდებოდა მარტო პარასკევ დღეს. რა უპირატესობა აქვს რობოტულ ჩარევას ღია წესთან შედარებით? ეს საკითხი სხვათა შორის მქონდა ედინბურგში მქონდა რამდენიმე თვის წინ მოხსენება მაგ საკითხზე მსოფლიო ონკოლოგიური უროლოგიის ფედერაციის სხდომაზე. თქვენ აღმასკომის საბჭოს წევრიც ვდამბობთ. კარგად შევისწავლეთ ეს საკითხი, რა უპირატესობები აქვს. ძირითადი უპირატესობა არის ის, რომ ჭრილობა რომ არ არის, რომ არ იკვეთება. ეს იძლევა შემდეგ უპირატესობებს. პირველი სწრაფი აქტივაცია პაციენტის პოსტოპერაციულ პერიოდში, რაც იწვევს თრომბოემბოლიური გართულებების და ასე ვთქვათ შემცირებას. ეს თრომბოემბოლიური გართულება ძალიან საშიში გართულებაა პოსტოპერაციულ პერიოდში, რომელსაც შეუძლია პაციენტის სიცოცხლეც კი შეიწიროს. ამიტომ ესე იგი ის რომ თრომბოემბოლიური გართულებების ნაკლები რისკი აქვს რობოტულ ქირურგიას იმის გამო რომ სწრაფი ეს ხდება რეაბილიტაცია, ეს ერთი. მეორე თვითონ რადგანაც ნაწლავისგან ხდება ამ შარდიზბურსტის შექმნა, ღია ქირურგიაში ეს ღია ყველაფერი ნაწლავი გამოშრობას იწყებს საათების განმავლობაში და პოსტოპერაციულ პერიოდში გაუვალობა ნაწლავის მუშაობის გაძნელება და განმეორებითი ოპერაციების ნაწლავის გაუვალობის გამო რისკებს დის. ამ შემთხვევებში, როდესაც დაუშვათ ვაკეთებთ ყველაფერს დახურულ სივრცეში, ნაწლავი ნაკლებად წუხდება და პოსტოპერაციულ პერიოდში გაუვალობის ნაწლავის მუშაობა უფრო სწრაფად აღდგება და განმეორებითი ქირურგიული ჩარევების რისკი გაუვალობის გამო ნაკლებია. იგივე შარდვაც ყველაფერი ბუნებრივად უკვე შემდგომ ხდება, ბატონ გორონ. სრულად საშარდე სისტემა იწყებს სრულად მუშაობას. აბსოლუტურად. და მესამე საკითხი კიდევ რატო არის მნიშვნელოვანი, რომ თვითონ ჭრილობის პრობლემები, ანუ ინფიცირება, გახსნა, განმეორებითი, ანუ განმეორებითი ჩარევების რისკს რობოტული ქირურგია ამცირებს ასევე თრომბოემბოლიის რისკს. რა თქმა უნდა, ცოტა მეტი დრო ჭირდება ვიდრე ღია ქირურგიას, მაგრამ ეს მეტი დროც არ წარმოადგენს დიდ პრობლემას იმის გათვალისწინებით, რომ სწრაფი რეაბილიტაცია ხდება პაციენტის. ბატონ გურამ, ის რაც მოვიკითხეთ, რამდენად მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის, რომ ეს ყველაფერი დღეს უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში და ის, რასაც თქვენი ცენტრი ძალიან აქტიურად აპოზიციონირებს მთელი სამედიცინო ინდუსტრიისთვის, რომ მოდით საქართველოში აქ ხარისხი მინიმუმ იგივეა თუ უკეთესი არა, მაგრამ ფასში არის ძალიან დიდი სხვაობა. მაგრამ ეს კონკრეტული ოპერაცია დადასტურებულია, რომ მთელი სამხრეთ კავკასიის მასშტაბით ტარდება მხოლოდ საქართველოში. რა უპირატესობას აძლევს ეს პაციენტს?
ну, ეს საოცარი უპირატესობაა, იმიტომ რომ პირველ რიგში არ გიძებს ფსიქოლოგიურად უცხო გარემოში წასვლა, რეაბილიტაცია, შემდგომ პოსტოპერაციული პერიოდი, იოლი ხელმისაწვდომი აქვს საქართველოში, როცა ადგილზე არის. იქ ეხა ყოველ წუთში უცხოეთში ვერიული პოსტოპერაციულ პერიოდში საკმაოდ ისეთი ჭირდება ერთი თვე მეთვალყურეობა დაახლოებით. ну ფინანსური საკითხი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხა ფინანსური საკითხი დაახლოებით უხეშად რომ თქვა რამდენია სხვაობა ბატონ გურამ? დაახლოებით ჩემი ინფორმაციით 7-9 ჯერ ნაკლები არის ფასი ჩვენთან, ვიდრე ეს უცხოეთში. უცხოეთს გულისხმობ ეხა უახლოეს მეზობელ ქვეყნებში შედარებით. მეზობელ ქვეყნებში, თორე ეხა იქ ამერიკის შეერთებულ შტატებში იქ საერთოდ სხვა ფასებია. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, იგივე მაგალითად აი თურქეთთან შედარებით, მაგალითად ჩვენთან მოდის ეს ინფორმაციები და ჩემთვის ცნობილია, რომ იქ რაღაც 60,000, 90,000 ევრო თუ დოლარი დაახლოებით ესეთი ფასები აქვს იქა. და ჩვენთან 7-8 ჯერ ჩვენთან ეს არის სადღაც 35,000 ლარის ფარგლებშია. ზუსტად ეგრე გამოვა. დიახ. ბატონ გურამ, გარდა ამ მნიშვნელოვანი თემისა, რისი პრეცედენტიც კიდევ ერთი პრეცედენტი შექმნა თქვენმა კლინიკამ. რა გეგმებით და ტექნოლოგიებით და გადაწყვეტებით ხართ წარმოდგენილი? მე ვიცი, რომ ვითარდება მუდმივად როგორც პრაქტიკული, ასევე სამეცნიერო მიმართულება თქვენი ხელმძღვანელობის ქვეშ. რა შეგვიძლია დავაანონსოთ ხარაზანაშვილის ცენტრის სახელით უახლოეს მომავალში? ჩვენ რა თქმა უნდა სამეცნიერო კუთხით ამ შედეგებს ვახსენებთ სოფლიო დიდ ფორუმებზე, მაგალითად ეხლა ამსტერდამში ჩატარდება მარტში ევროპის უროლოგთა ასოციაციის მე-40 კონგრესი, სადაც მიწვეული ვარ ასე ვთქვათ ფაკულტეტში ერთ-ერთი ძალიან დიდ სექციაზე, სადაც მენჯის ქირურგიაზე იქნება საუბარი, ღია ქირურგიაზე, რობოტულ ქირურგიაზე. ასევე იქ ჩვენ უნდა წარვადგინოთ ჩვენი შედეგები, უკვე დიდი შედეგები გვაქვს ჩვენ დავუშვათ რობოტული ქირურგიის აი ამ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით და ეს ძალიან საინტერესო იქნება. ну ჩვენ მთელი კომპლექსი გვაქვს, ასე ვთქვათ, ამ რობოტული ტექნოლოგიების, დიაგნოსტიკური მეთოდების, განსაკუთრებით პროსტატის კიბოს მიმართულებით საუბარი გვექნება, რომ იქ ჩვენ გვაქვს მთელი კომპლექსი სხვადასხვა ფორმის პროსტატის კიბოსთვის, უფრო იოლისთვის, უფრო იოლი რობოტული ტექნოლოგია, უფრო რთულისთვის, უფრო რთული. ყველაფერთან შესაბამისი ტექნოლოგიით. ცხოვრების ხარისხი, ანუ ჩვენი მიზანი ძირითადში არის, რომ ცხოვრების ხარისხი გავაუმჯობესოთ პაციენტების კმაყოფილება გავზარდოთ და ეს გართულებები შევამციროთ. ეს არის ჩვენი მიმართულება მთავარი და ვეცდებით რომ მომავალშიც ყველა ახალი ტექნოლოგია რაც კი იქნება ამ მიმართულებით ასე ვთქვათ დაინერგოს ჩვენთან. მადლობა მობრძანებისთვის რომ ესე სწრაფად გამოგვეხმაურეთ იმ სიახლეზე, რომელზეც დარწმუნებული ვარ განავრცობს ძალიან ბევრ თემას BMG გურამ ხარაზანაშვილი პროფესორი, ხარაზანაშვილის რობოტული ცენტრის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. ბატონ გურამს გავაცილებ, რეკლამის დრო არის და სულ რამდენიმე წუთში გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემა.